გამარჯობათ. მოგესალმებით ფასოდელი მაყურებლებო. ჩვენ გლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მოდი ჩვენ დავიწყებთ დღეს საუბარს და შევეხებით იმ მართლაც პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხების დღესდღეაც უკრაინასთან მიმართებაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს მოქმედება აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით, სანამ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციებს დაიწყებდა, მანამდე მას ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებასთან შეთავაზება, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ვარი უნდა ეთქვა, მაგრამ მისი ჯიუტობიდან გამომდინარე დამამძროულად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ლიბერალური ხელისუფლების ჯიუტობიდან გამომდინარე ეს შეთავაზება არ მიიღეს და კატეგორიულ ბარზე დადგნენ. ეხლა გამოდის, რომ უკვე გუშინ გააკეთეს გუშინწინ გადაწყვეტილება მიღებულია საბოლოოდ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება. ამავდროულად ბორის ჯონსონმა გამოვიდა და აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ეთანხმებოდა 4-5 ქვეყანა. ეს ჩვენ ვიცოდითო და ფაქტიურად ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო. ანუ უკრაინა დაანგრიეს, დაშალეს, დაწყვიტეს, გაასწორეს ვიზაზე და ეხლა გამოდიან და აუნებიან უკრაინის ხალხს, რომ ნატო ის ნატოა. დღეს ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი, პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მოგზაურობისათვის. ბატონო რამაზ. თქვენც კარგად იცით და ჩვენც ყველამ კარგად ვიცით. როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის მიმართულებით, კონკრეტულად აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. მიზეზი რაც იყო, ვიცით, რომ ესე იგი მათ უნდა ვინაიდან მათმა ვარი თქვეს ნატოში გაწევრიანებაზე, ვინაიდან ისინი არ დათანხმდნენ რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზებებს, რომ ვარი ეთქვათ ნატოში გაწევრიანებაზე და რუსეთის საზღვრებთან ახლოს არ ყოფილიყო განლაგებული ნატოს სამხედრო ბაზები. აქედან გამომდინარე რუსეთმა უსაფრთხოების მიზნით დამავდროულად აღმოსავლეთ უკრაინაში განსაკუთრებით იდევნებოდა რუსულენოვანი მოსახლეობა. და რუსეთმა ამ ყველაფრის ამის აქედან გამომდინარე დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. და თავარი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანებულიყო. დღემდე ესე იგი აი სადღაც უკვე მესამე წელი არის უკვე ომი მიმდინარეობს უკრაინაში და ომში ემბებიან იმ მიზნით და იმ მოთხოვნით უკრაინის მოსახლეობა, რომ ისინი ნატოში უნდა გაწევრიანებულიყო. და აქედან გამომდინარე ისინი აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომ მათ უკვე ექციათ რუსეთის ჯარები და უკრაინა გაწევრიანებულიყო ნატოში. გამოდის ახლა ეს ბორის ჯონსონი, რომელსაც ჩაახშალა და ამოაყირავა თავდაყირა ყველა სამშვიდობო გეგმები აბსოლუტურად და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არისო, საბოლოო არისო, ეს უკვე განხილავსას აღარ ექმნება, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებაო. ანუ რა გამოდის ბატონო რამაზ? ესე იგი ეს ამდენი ხალხი თულა დაიხოცა, ეს ამდენი ქალაქები თულა დაინგრა და არათუ რუსეთი არის ინიციატორი უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაწყების, არამედ გამოდის, რომ ეს აწყობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, აწყობდა ევროკავშირსაც და აწყობდა ლიბერალურ სამყაროს და დაანგრიეს და გამოდის, რომ ესე იგი მხოლოდ უკრაინაში ომი ჭირდებოდა იმისათვის, რომ ეთეთრებინათ ფულები. და არავით არის ნატოში გაწევრიანება. მოდი ესე დავიწყოთ ჩვენ ეს თემა, რომ მარტო ფულების გათეთრება არა, ფულების გათეთრებასდე სჭირდებოდათ ის, რომ თვითონ რომ ასე ვთქვათ არ საერთოდ ამერიკას თავის ჯარებს ერიდება ხომ ნატო, რომ სადმე პირდაპირ კონფლიქტში შევიდეს რუსებთან. ამიტომ სულ ცდილობს, რომ რომელიღაცა ესეთი ქვეყნები დაატაკოს რუსს. ეს ერთი ხალხია, ხო, რუსები და უკრაინელები ბიძაშვილები არიან. კი. ხო და რუსები და სლავები და საკმაოდ სერიოზული მეომარიერია, რომელმაც მთელი ევროპა ორჯერ მინიმუმ ვიცით, რომ დაამარცხა ნაპოლეონის დროს და ჰიტლერის დროს. ეხლა გამზადებული ყავდათ უკვე
ფაქტობრივად მთელი ეკონომიკა იყო ამათ ხელში. რუსეთის ეკონომიკაზე მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ბანკები იქ წიაღისეული ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე მოუნდათ განადგურება. ეს არის აი ასე ვთქვათ ტაცებლური ინსტინქტი, რა, რაც ევროპას იმ თავიდანვე ახასიათებდა და რაც, აი რა ვიცი ხა თუ მთელი ისტორიას რო გადახედო, ევროპის მთელი ეს ეკონომიკური სიძლიერე და ყველაფერი არის ტაცებლობაზე დაფუძნებული, იმიტომ რომ გაძარცვეს მთელი მსოფლიო, ამერიკას თან მარტო გაძარცვეს კი არა, გაწყვიტეს მთელი მსოფლიო და ეს უამრავი ბევრი მილიონი ადამიანი წითელკანიანები საერთოდ აღარ არსებობენ, ხო? გაწყვიტეს ის ამერიკელებიც, გაწყვიტეს ეს აფრიკელებიც, ვინც გადარჩა, ადგენენ და მონებად ყიდეს, ხო? ამ ყველაფერში აკეთეს ამდენი ბევრი საუკუნე აკეთეს აი ეს ეკონომიკური სიძლიერე, რაც დღეს აქვს ევროპას, რაზეც დგას. ის ვითომ კეთილდღეობა და ვითომ აი ეს რაღაცა ფარი და რაღაცა. თვითონ არ უნდათ და ამიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში კლოუნი, ბოროტი კლოუნი. აი ჩვეულებრივ მსახიობი, ოღონდ კლოუნი მსახიობი, აი ბოროტი რა. და რომელმაც მოიყვანა თავისი ვიღაცები, მე ებრაელ ერს პატივსცემ, მაგრამ ებრაელი ერის არ არის უკრაინა. უკრაინა არის უკრაინელების და ამ დროს პარლამენტიდან დაწყებული აღმასრულებელი ხელისუფლებით დამთავრებული 95% მოიყვანეს ებრაელები. რომელი ხალხისთვისაც ეს არ წარმოადგენს, აი ხო იცი, რუსებმა რო იციან, ნაომარიც არ აქვს ამისთვის, პირიქით უკრაინელებმა ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს წვიტეს პირდაპირ რა. პოლიციისკები რომ იყო. პოლიციებმა და ბენდერებმა ფაშისტების ბენდერებმა პირდაპირ დასავლეთ და არა თუმცა ბენდერებმა, არამედ თვითონ უკრაინელებმა, უკრაინელებმა რაც თანამშრომლობდნენ იმ ფაშისტებთან. კი, რაზეც აი ახლა წამოაძახა პირდაპირ ის მიუტანა პოლონეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ამ ბოროტ კლოუნს, ხო? იქაც ხატინი და რავი 1000 რაღაცები ჩაატარეს უბედურებები ამ უკრაინელმა ნაცისტებმა. თვითონ პოლონელების ვაგენმა იმასეს. ხო და არ დაუუწყიათ პოლონელებს, სულ ახსენებენ სხვათა შორის, ეხლა ძეგლი დადგეს პირდაპირ ბიუსტი, ისა რა ქვია, მემორიალი პირდაპირ საზღვარზე დაუდგეს უკრაინელებს, რომ გაახსენდეთ, რომ ამდენი ხალხი დახოცეს. პოლონელი დაწყვიტეს. სოფლები ხოცეს, სოფლები. გაანადგურეს. ამიტომ საჭირო იყო როგორმე საკმაოდ მეომარიერია ეს სლავები და არც აპირებდნენ დატაკებას, ეხლა ეს LGBT პროპაგანდით გამოპროპაგანდებული ევროპა რო ვერ დაეტაკება ეხლა რუსებს, ეგ ხო ფაქტია და ამიტომ ადგენენ და თავისიანები ბიძაშვილები დაატაკეს. ეს იყო ძალიან დიდი ხანი ამაზე ემზადებოდა, ეხლა გამოჩნდა არც არავინ არ მალავს, კაცო. ყველა ხესა სამშვიდობო რაღაცა მოლაპარაკების დროს, აი ეს მერკელმა თქვა თავის დროზე, რომ ჩვენ პროსტა დრო გვინდოდა რომ მოგვეგო, თორე არც მინსკის ფორმატი რომ არც გვინდოდა რომ რაღაცა იქ მოლაპარაკებებზე არც ვფიქრობდითო. ნელა-ნელა თან უყურე ამ გამოპროპაგანდებული ბენდერებით და ამ უკრაინელებით რა ჩვეულებრივი ნეონაცისტები არიან, ფაშისტები არიან, ჩვეულებრივი თავისი სვასტიკები, თავისი აი ყველაფრით რა იდეოლოგიით და ყველაფრით. ადგენენ და 800 მარტო ბავშვი ყავდათ დახოცილი დაბომბვებში, კაცო, სანამ ეს ომი დაიწყებოდა. აი ესე ნელა-ნელა ცხელ-წერტილებს ყველგან ქმნიდნენ. ოდესაში პირდაპირ გამოწვეს, შეყარეს და გამოწვეს ხალხი. პროკავშირების შედობაში. ხო, გამოწვეს ხალხი. ეს ხო მიდიოდა, მაგრამ რუსები მაინც ერიდებოდნენ აი ამ თავის ბიძაშვილობიდან გამომდინარე, რომ არ უნდათ რომ აი ეს გადაზრდილიყო ეს ფართომასშტაბიან ომში. ამერიკელებმა და ნატომ ევროპელებს უფრო აწყობდათ, ამერიკელებს აწყობდათ, ევროპელების ხელით გააკეთეს, ჩადეს ფული, გააწოთნეს ეს უკრაინელი ჯარისკაცები და
პირდაპირ დაატაკეს უკვე პირდაპირ გამოიწვიეს ასე ვთქვათ რუსებს არ დაუტოვეს პატარა ერთი ნაბიჯი რო უკან გადაედგა არაფერი усё უკვე კედელთან იყო მიყენებული რუსების ეს ნაბიჯი რაც გააკეთა ფართომასშტაბიანი რაღაცა სამხედრო ოპერაცია რო დაიწყო ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო რითი იცი რომ სხვა გზას არ ქონდა всё უკვე სხვა გზა არ დაუტოვეს უკვე ფაქტობრივად დაიპყრეს დაპყრობეს იმას ნიშნავდა რომ კიდე რო ცოტა უკან დაეხია რუსებს საერთოდ გაანადგურებდნენ რა ეკონომიურადაც მორალურადაც ყველანაირად ხო და ეს ომი პროვოცირებული იყო იმისთვის რომ ზოგადად გაენადგურებინათ უკვე ძალისმიერად და დაეჩქარებინათ ეს პროცესი რა განადგურების მაგრამ სხვანაირად იმუშავა ამან იმუშავა ისე რომ პირიქით შეკრა ესერი ეს ეკონომიკა გაძლიერდა გადავიდა უკვე სამხედრო რელსებზე ასე ვთქვათ სამხედრო წარმოებები დაიქოქა რაც შეეხება იმ ლიბერასტებს იმ რუსეთში ჩაბუდებული იმ ოლიგარქებს ვიღაცებს იქ მექთამეებს იქ უცხოელებს იქ უცხო ქვეყნის აგენტურას ეს ყველაფერი გაიშიფრა და ზოგი დაიჭირეს ზოგი გაიქცა ანუ გასუფთავდა სიტუაცია და პირიქით შეიკრა და გადავიდა სხვა ეტაპზე რუსეთის ჯარი დღევანდელ დღეს არის ისეთი ძლიერი რომ მარტო ნატოს კი არა ვერც ერთი ქვეყნის ჯარი ვერ დაუდგება წინ ვერავინ ვერ დაუდგება წინ მით უმეტეს უკვე ჩვენ ხედავთ რას იცი მიყავს და კი არა ავარჯიშებს ამ თავის ჯარს აომებს მე ასვენებს მე მეორე მიყავს აომებს ანუ ფაქტობრივად ჯარი ყავს გაწურთნილი კი არა ნაომარი ჯარი ყავს კი ნაომარი რომელსაც შეუძლია პირდაპირ მიუშვას სადაც უნდა მიუშვებს რა გამზადებული ყავს საომრად თან უახლესი ტექნოლოგიებით უახლესი ასე ვთქვათ სამხედრო ტექნიკით და თან მატერიალური ბაზაც უკვე გამზადებული აქვს ამ უბედურებაში რასაც უპირებდნენ რუსეთს ხო ჩინეთიც მიხვდა რომ რუსეთს თუ გადაუვლიდნენ ჩინეთსაც შეჭამდნენ ამიტომ ჭკვიანური პოლიტიკით ჩინეთმა რუსეთმა იქ ირანმა იქ უკვე შეკრეს ისეთი სერიოზული ბლოკი რომ რა ვიცი მე რა უკვე ორი პოლუსი კი არა მე მგონი პოლუსი აქეთ გადმოვიდა რა და მაინც ნახეთ ახლა ხო ყველაფერი ხა თქვენ რაც თქვენ ახლა მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს რომ ფაქტობრივად ყველაფერი დაუდებით ხო და მაინც ახლა ყოველ შემთხვევაში რო ეს ნაბიჯი გადაედგა უკრაინას თავიდან და ვარი ეთქვა ნატოში შესვლაზე ეს არ მოხდებოდა ეს არა რა თქმა უნდა მაგრამ მაგაზე ლაპარაკიც არ არის იმიტომ რომ მაგისთვის იყო ეს ყველაფერი დაწყებული კაცო იმ ბოროტმა ურია კლოუნმა მაგისთვის დაიწყო რომ ეს უნდა მომხდარიყო და რითი გააკეთებდნენ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ეს პროპაგანდა უკვე თავიდანვე ჩადებული იყო ისევე როგორც საქართველოში ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ამ ბრიყვებმა კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს ესე იგი წარმოვიდგინე ხა ჩვენ როგორი აი შეურაცხმყოფელია რა რომ მონური რაღაცა ჩანაწერი გვიდევს რომ ჩვენ თურმე ყველა მივისწრაფით სადღაცას უბედურებაში რა ევროკავშირში და იმაში ნატოში აიგე სამხედრო ბლოკში სამხედრო ჩვენი თურმე თვით მიზანი მეტი მიზანი არ აქვს ჩვენ აიგე განა რაღაცა სხვა მიზანი გვაქვს მიზანი გვაქვს რომ ნატოში შევიდეთ ამის გულისთვის თავს გავწირავთ იმის ვიღაცა ბორისა ჯონსონის გულისთვის აი იგივე პროპაგანდა იყო აქ ოღონდ აქ ცოტა ეხა ბებერიერი ვართ რა ჩვენ და ესე მარტივად უცბად ვერ გაგვიკეთეს ეს ვერ შეგვისრულეს იმიტომ რომ იმ სააკაშვილის დროსაც რომ დაგვატაკეს ეს უცბად ისე გააკეთეს და ისე უცბად გააკეთეს რომ ხალხს იმისი გაფიქრების საშუალებაც არ ქონდა რომ რას აკეთებ ბიჭო
მხედართ თავარი ყავს თუ ისა რა ქვია თავარსარდალი. თავარსარდალი ყავს მასხარა რა წარმოგიდგენია სააკაშვილი თავარსარდალი თუ ომს ვიწყებთ ბოლო-ბოლო ვინმე გენერალი მაინც მოვიყვანოთ ვინც ომი იცის რა ვინ მოიყვანა და რა გენერლები ყავდა ვის რა კეზერაშვილი იყო ისა რა ქვია არ ფხიზლდებოდა ტიპი დილიდან საღამომდე წამალზე იჯდა თავდაცვის მინისტრი. არა, ეხლა აზრის არ ქონდა რა ეს სისულელე იყო. ისო დაუშვათ რაც არ უნდა ეხლა შენ გენერლები მოგიყვანა და დაგესვა. არა, რა თქმა უნდა, მე მაგაზე არ ვაპარაკ. გამორიცხული იყო რომ ჩვენ რუსეთთან რა არის სიტყვის მასალა. გაიგე, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება ბატონო რამაზ. უკვე ოფიციალურად ამბობენ კაცო ეს ევროკავშირის ლიდერები. ხო და აი მივედი მაგ რა. ეხლა უყურე რა ხდება რა. საბოლოო ჯამში ამ რუსეთმა განადგურა ეს შენი ნატოს ჯარი. ეს უკრაინას ხო არ ეომება კაცო. არა, ნატოს ეომება. თავისი დიდი ბევრი თელ ევროკავშირს ეომება. ისე ამ ლიბერალებს რო აქ ისა რა ქვია მარტივად რო ეძახე, აბა ამერიკის ნახე სამხედრო ეკონომიკა ტრილიონები ღირს და ამისი რა ღირს. ბიჭო, ეს რო ერთ ყუმბარას უშვებს ასლარად, ამერიკაში მილიონი ღირს ის ყუმბარა. შენ იმითი კი ფასით კი არ უნდა განსაზღვრო. ეფექტურობით უნდა განსაზღვრო და თან იმითი უნდა განსაზღვრო, რამდენად ძლიერს უშვებს ეს ის რომ მილიარდს ხარჯავს ერთ რაკეტაში, ამა მილიონად შეიძლება ესეთი არეშნიკი გლიჯოს იქა რომ გონზე ვერ მოვლენ რა. ამიტომ რომ მიხვდნენ რომ განადგურდა ესა, ტრამპიც მოვიდა. ტრამპი რომ მოვიდა, ეხა ფიქრობს რა, ეხა ამას უნდა შვიდობის ტრედი იყოს ეს ტრამპი რა, მოვედი და 30 ომი გავაჩერეო. რაც მოვიდა ომი არ გაჩერებულა, ყველგან რაღაცა იცის რა, ხო და ეხა უყურე. შვიდობის ტრედობა უნდა და თან უკვე ხდება რომ შიგნითაც ხო ნახე არა რა ამბავი სჭირს და შიგნით აყავს ეს ვერ ალაგებს ეს სერიოზული პრობლემა აქვს შიგნით რა ეს LGBT აქტივი აიგე და ამიტომ რაღაცა სჭირდება რომ აი ეს ჩააწყნაროს ომს ვერ გადაიტანს იცის ეს ომი რომ დაიწყოს ხა სისულელეა ჯერ რა პირდაპირ განაცხადა მე რო უყურებ დღეს აი ამ ლიბერალურ ტელევიზიებს და დაждდებიან ეს ვითომ გენერლები და ექსპერტები და ლაპარაკო აი ეხლა იცი ბოლო ჟანგიანი ტანკი აუფე რაღაცა სისულელებს პირდაპირ ვიძახი რომ ესენი დასაჭერები არიან რა იმიტომ პროპაგანდისტები არიან იმიტომ პროპაგანდისტები კი არ არიან ესენი არიან ყველაზე ძაღლიშვილი ხალხი იმიტომ რომ აგიჟებენ მოსახლეობას პატარა ბიჭებს რომ ჩვენ რა გაგვაგიჟებს იარაღი ცუცი და სროლა ცუცი და ნაომარიც ამაკ ამათთან განსხვავებით გაიგე მაგრამ უყურე რა ხდება ხო აგიჟებს ამ პატარა ბავშვებს რომ აი და მეკითხებოდნენ კიდევაც რა უკრაინა მოიგებს თუ რუსეთი ჩვეულებრივ დებილები ხო არა ხართ აი მაგის ვაფშე კითხვა უკვე რა აზე ხარ როგორი პროპაგანდა მიყავთ აქაც როგორი პროპაგანდა მიყავთ რა აქ საშინელება იყო კაც ხო და იქ რა იქნებოდა ეხლა უკრაინაში წარმოდგენილი გა ხო და წარმოიდგინე რომ პირდაპირ დასაწყისშივე თქვა ამ პუტინმა რომ თუ გამიჭირდაო მეო გამორიცხულია მაგრამ თქვათო და თქვენო აი აქ პროპაგანდას რაზეც თუ გამიჭირდაო და თუ რუსეთი არ იქნებაო, ეგეთ სოფლიო რა თმინდაო, კაცო დავაჭერო იქო და შევ აღარ იქნებო. და ვეკითხები ამ ხალხს, ბიჭო, თქვენ გიჟები ხო არა ხართ რა. აი, წარმოგიდგენია, არ დააჭერს? როგორ არ დააჭერს? აბა რა სიზავს? დააჭერს კი რა მეცაც იზავს, კაცო. იმიტომ რომ პლუსშია, ბოლო-ბოლო გადავლენ იქ ვებერთელა ეს რუსეთი, ურალის იქით გადავლენ, აქეთ ევროპას კი არა, დასავლეთ სულ დაადუღებენ იქ ევროპას. ეხა ბოლო-ბოლო მივიდნენ იქამდე, რომ იმ ტრამპმაც უკვე ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა ესენის უყველანი, პირდაპირ დაუჯდა ამ პუტინს და უთხრა რომ მოდი რა კაცო გავიყოთ ეს სამყარო რა. ის უკრაინაზე ვაფშე ლაპარაკიც არ არის. სამყარო ეს ევროპელები ვიღაცა LGBT ვიღაცა მესაჯდები რა ჯანდაბად გვინდა ეს რა გარყვნილი სასტ. დაჯდნენ და იყოფენ. რუსები, ამერიკელები და ჩინეთი. ოღონდ ჩინეთი ლაპარაკობს ჩერეზ რუსეთი. რა თქმა უნდა. გაიგე. იმიტომ რომ პირდაპირ ჩინეთს ემტერება ეს ამერიკელი. გაიგე და
რუსის გვერდზე დგომის გარეშე ჩინეთი ვერ დაძრავს იმ ამერიკას, გაიგე? ეხა უყურე, სხვა გზა რო არ აქვს და უკვე რო დაახურა თავზე თვითონ იმან კაცო ამერიკელმა იმ ნატოს 90% ვისიც არის. ხო. ესენი ვინ არიან ეხა მე ადრეც რო იყო, წინაზე რო იყო პუტინი, სულ მაგას ვიმეორებ ხოლმე. რო ლაპარაკობდა და ის ბალტიისპირეთის პრეზიდენტი ქალი რო იყო ესეთი დიდი იმითი კოსათი რა ხო ეს ყვითელ თავიან ეს ვინ არისო და ესო ის არისო ბალტიისპირეთიო და ამასაც ჩვენ ვინახავთო მაგრა აი პირდაპირ იცი აი პირდაპირ უთხრა მაშინვე და კიო და რაჯანდაბად გვინდა ეს რუსებს უნდათო და კიო ესო იმიტომ ვინახავთო რომ რუსები ემუქრებიან რუსებს თუ უნდა თუ წაიღონო ჩვენ რატო უნდა შევინახოთო ესენიო გამაგები აი ხო ხტები რა აი ეს არის ბიზნესმენი რა ჯანდაბად უნდა ეს ბალტიისპირეთი და იქ ვიღაცა და იქ ის რო გადახედა სიტუაციას ერთი ადეკვატური კაცი ნახა ის ორბანი კი და გადაიტანა ცენტრი ორბანთან აი ამათ აღარ ელაპარაკება საერთოდ რა გაიგე ორბანთან და ორბანი მოუტრიალდა და დასცინის ამათ გაიგე გუშინ იყო თუ გუშინ წინ იყო კაია კალას რო დასცინა იქ შეხვედრაზე რო რუსებიო წარმოგიდგენიაო ნაპოლეონს მოუგესო გიტლერს მოუგესო და ეხლა კაია კალასთანო და გადაბრუნდა სულ ყველა სიცილი აი ხო ხტებ დასცინის უკვე რა ორბანი არის როგორც უკვე დაანონსა რომ არაო კაცო ეს ევროკავშირი დიდხანს ვეღარ გაკაჩავს რა ორბანმა განაცხადა მაგრამ ორბანმა კი არა უკვე თვითონ ევროკავშირის მოსახლეობაც გონზე მოვიდა რომ ძალიან ცუდად აქვს ახლა ხდებოდა საფრანგეთში რა იყო რა მდგომარეობა იყო ეხა უყურე საფრანგეთის ეს გაურკვეველი ეხლა რა არის ეს ორიენტაციის მოდი ეხლა ნახეთ იქნება კაი გადაწყვეტილება მიღებული არის ამ უკრაინის ნატოში არ გაწევრიანების შესახებ ეგ იცი რატო გააკეთეს იმიტომ რომ ეს მოლაპარაკების დროს ეს სულ ამაზე უფითილებდნენ ეს ევროპელები რომ ეს კაცო აი ნატო და უცებ წერტილი დაუსვეს მაგ თემასაც. გადაწყვეტილება მიღებულია უკვე. ეს რადგან გააკეთეს ეს განცხადება, ხო? ანუ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია რადგან ხო? ნუ ხა იგი მორჩა დააწყვეტეთ უკრაინელები მე ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ლიბერალურ იმაზე მაქვს საუბარი პოლიტიკურ ლიდერებზე გააწყვეტეს უკრაინელები დაანგრიეს უკრაინელები გაანადგურეს უკრაინელები ვაფშე სახელმწიფო აღარ არის სწორილებად აქციეს ამდენი ადამიანი ამდენი მილიონი გაანადგურეს და ეხლა ეუბნებიან რომ კარგად იყავით თუ არავით არის ნატო ეხება თუ არა ამ ესე იგი მათ გადაწყვეტილებას რაიმე აი პროტესტი უკრაინელი მოსახლეობის მხრიდან ან ზელენსკის მიმართებაში დაიწყება თუ არა ამ გარკვეული საპროტესტო გამოსვლები და არის იყო თუ არა სურვილი დაუშვათ ეს უკრაინელი მოსახლეობის რომ ნატოში გაწევრიანებული იყო და თუ იყო შემდგომ შესაბამისად აგერ ნახეს ნატოში გაწევრიანება რა მოუტანა და როგორ წარიმართებეს პროცესები ეს იყო ბოლი ეხლა უყურე ეს გამოპროპაგანდებულმა ხალხმა უკრაინელებმა იწვნიეს თავის თავზე ეს ყველაფერი. ეხლაც კიდე ქუჩაში ეს რაღაცა ტეცეკაშნიკები თუ ვიღაცა იჭერენ და პირდაპირ წინა ხაზზე უშვებენ. ეხლა მიდის ხელჩართული ბრძოლა, გაიგე? ქუჩებში უკვე რა. თვითონ ქუჩებში. ეხლა გამორიცხულია რომ ამან დიდი ხანი გასტანოს რა. შიგნით ექნება ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ადრეც ეხლა ეს რაღაცა მოლაპარაკებები როგორც კი დაიწყებოდა ეს ხო არავინ აღარ მალავს რომ ინგლისის აგენტურა არის ეს უკრაინელების ისა რა ქვია მასხარა კლოუნი ხო და მთელი მაგისი ისა რა ინგლისის და ნუ ეხლა რომ წავიდა თავიდან მოლაპარაკება რომ რაღაც ეს უკვე უნდა გავაჩეროთ ეს ომი ხო დადგა ამისი საკითხი რა ეს ვიღა არავინ არ წაიყვანა ხო ნახე კი არავის არ უნდა და თავის ქვეყანაში კიდე იცის რომ გაბდღნიან. აი მოსახლეობა რას უძოვს, წარმოგიდგენია და
ამერიკელებმა თქვეს რომ ხელები დაიბანეს ჩვენ ამის გარანტიას ვერ მიცემთ ამის უსაფრთხო. ევროპას არ მიყავს და ინგლისს თავისი აგენტი არ მიყავს. და ინგლისი ახლა რა ხდება იცი ინგლისმა უწე იყვანა ჩვენ გაგადვით ინგლისი ვიძგე იყვანა ინგლისი არა ხო თვითონაც თავისი აგენტი ევაკუაცია როგორც წაიყვანეს კარგად პირველში მე თვითონ გააკეთეს მათი ლიკვიდაცია და მოიცო გული გაუსკდა. ზოგს გული გაუსკდა ზოგს არ ვიცი. ხო ნერვიულობით ზოგი ლომკაში მოკვდა. მაგრამ ნუ ეხლა რა ხდება იცი არ მიყავთ ეს ამის წაყვანა ეს უკვე ზედმეტი აიცი როგორი თემა არის რომ ამასაც ეხა უყურე რა აქვს რა ჩაუსვეს ამერიკელებმა გაუგზავნეს კომისია ეს ამდენი მილიარდი საწავით ეხა როგორც კი ამ და უკვე დაწყებული აქვს ხო ამ ამერიკელებს ქექვა და უკვე წავიდნენ წაყვნენ ის საშინელი კორუფცია აი რა ვიღაცებს რო მიაგებიან ზელენსკიზე ლაპარაკი არ არის კაცო მიმდგარები არიან ზელენსკიზე უკვე სერიოზულად ის ტრამპი არც მალავს იქ კაცო ეს რაღაც რამოდენიმეჯერ უკვე თქვა პირდაპირ ტექსტით თქვა რომ იქ კაცო საშინელი კორუფცია და ესენი რა ომიო კაცო ფურსაკეთები მაგრამ ზელენსკის გარდა იქ უცებ აღმოჩნდა რომ ის რიჟა ინგლისელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადავარცხენმა რო ჩავიდა და რო უკვე თითქმის შეთანხმებული მშვიდობა რო თურქეთის შეთანხმება დაშალა ხო მაგაში როგორც კი დაბრუნდა ინგლისში ხო ეხლა გამოძიება ხომ იდის ანგარისზე რამოდენიმე მილიონი დაუჭდა ხო ანუ ეს რატო ჩაშალა ხო ბორის ჯონსონი კი არა ეს ის კაია კალასები და ვიღა ყველა ბაგის წილშია ამიტომ მაგომის გაჩერება ევროპელებს არ აწყობთ იმიტომ რომ როგორც კი გაჩერდება ის უკვე პირდაპირ წამოვა ეს ხაზები აქ მივა ამ საფრანგებთანაც გერმანელებთანაც გერმანელი მერც გუშინ უყურე იმას ჩვენ ტელევიზიები კი არაჩვენებენ ამას რა არაჩვენებენ სამწუხაროდ არაჩვენებენ რა არაჩვენებენ და კი ბატონო უყურე მოსახლეობა როგორც შვაინი ეძახის ქუჩაში ვეღარ გამოდის რა ანუ გერმანელები გერმანიაზე რუსებმა ხელები დაიბანეს ამ მერც აღარც ელაპარაკებიან ეხლა წამოყო თავი ამ საფრანგეთის იმან რა პრეზიდენტმა გაუკვირვა მაღაზიები და შეგეკითხოთ ახლა სერიოზულად უკვე ისეთი რამე წდებაო აქო რომ ჩვენო ევროპელები ფაქტობრივად არც გვახედებენ არც ზიანო ამერიკელები რუსები და უკრაინელები იყოფენო ყველაფერსო იქო და ჩვენო ფული ჩავდეთო რა იქო და ეხლა თან რაღაცა 90 მილიონი ვითომ ის ვერ გაბედეს იმ რუსული აქტივებიდან ხლება, იმიტომ რომ იმას რო ხელი ახლონ დაიღუპებიან, იმიტომ რომ რუსები ეგრევე სარკისებურად უთხრეს კიდევაც, მან 90-ს მოკიდებთ ხელს, აქ კიდე 190-ს მოკიდებთ. ხო და ვერ მოკიდეს იმას ხელი და უყურე რა უბედურებაში ჩააგდეს ისედაც გაუბედურებული უკრაინა, რომ ამ ფულსო ჩვენო გასესხებს. სესათალებენ. აი, ანუ კიდე სესხათ აძლევენ, რაში აძლევენ, იცი? საზარბაზნე ხორცი რო დაიხოცოს. კიდე რო დაიღუპონ. კიდე რო დაიღუპონ. ომი ხორცი უცბად იწერება ეგ ფული რა, ჩატენა გაისროლა ბახ, აფეთქ აღარ არის რა, მილიონი, 2 მილიონი, 100 მილიონი რა. ორ დღეს წელს. აღარ არის რა, უცბად გაისროლა. ისიც რა არის ბატონო რამაზ, ნახეთ ახლა თქვენ მაკრონი ახსენეთ და მაკრონს შეეხეთ და მაკრონის უკვე ციხშია მისული რო იცოდეთ თქვენ და კარგად მარტო მაკრონი კი არა მთელი ევროკავშირის ლიბერალური ეს პოლიტიკური ლიდერები და ხელმძღვანელობა ყველა ციხშია შესული რა აბსოლუტურად და ეხლა მე მაინც მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა და საერთოდ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენ გვისმენს გვიყურებს და კიდევაც ვინამდეაც მიდის ჩვენი ეს გადაცემის ინფორმაციები ხო აი ნახეთ ეხლა რისთვისაც მართლაც ეხლა მოტყუებულები იყვნენ უკრაინელები და
რაღაც ამ მართლაც ამ პროპაგანდამ მიიყვანა იმ დონეზე, რომ უკრაინელებს აღებია ხელში არაღი და თითქოს უკრაინა გაწევრიანდებოდა ნატოში და უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა და ამით აყვავდებოდა უკრაინა, მაგრამ რისთვისაც დაუშვათ ეხლა რისთვის რა იდეებისთვისაც ისინი იბრძოდნენ, ეს იდეები უცებ დაიმარხა და დამარხეს თვითონ იმ ადამიანებმა, ვინაც დააწყებია მათ ომი უკრაინაში, ხო? და შემდგომ აღარ მოდგნენ და ეს ამდენი ფული, ამდენი შემოსული თანხები, ამდენი მილიარდები რამოდენიმე ადამიანის იმაში ტრიალებდა, ჯიბეებში ტრიალებდა. ესეც უკვე დავინახეთ აქეთ და ამ ნაბომ მთლიანად ამოაყირავა ყველაფერი და გაშიფრა და თავიდაბოლომდე მიიყვანა პირდაპირ კონკრეტულ პოლიტიკურ პირებამდე, ხო და მივიდა ზელენსკიძეც მივიდა. აქ ზელენსკის ახლა ჯერ არ კიდევ ხეს, მაგრამ მოვადრო და მოგიდებენ ხელ ზელენსკის და ჩაკეტავენ, ხო? ახლა ყველა დაუჭირეს გარშემო, ზოგი გაიქცა, ზოგი ეხლა ახლა მიადგენ კაია კალას, ხო? მიადგენ კიდევ სხვა და ახლა ამათ უგონიათ რომ ვინც ადრე იყო იქ იმაში ევროპარლამენტში და ისე გაძრებიან ძალიან ისა თუ რა ქვია. ყოველ კაპინგს გაყვებიან. აბარაშებიან. ხო და ახლა გამოდის მაკრონი. ეხლა რა ხე ასაკეთებს მაკრონი. მაკრონი გამოდის და მაკრონმა გააკეთა უშინ წინ განცხადება ესეთი რომ ესე იგი ახლა ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს განცხადება და აბსოლუტურად მეც გამიკვირდა მაკრონის მხრიდან რომელი მაკრონიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში ომის დამთავრებას და აი იყო პირდაპირ პირწავარდნილი რომელი რუსოფობი გაიგე და აი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ რუსეთთან დაეზაბა სიტუაცია და რუსეთთან კონტროლი დაძაბული სიტუაცია გამოვიდა მაკრონი და განაცხადა ევროკავშირისთვისო სასარგებლო იქნებოდა პუტინთანო ხელახალი ურთიერთობების დალაგებაო. ხო, მაგაზე ვლაპარაკობ. წარმოიდგინე ახლა შენ. ესე იგი რა მოხდა იქ და რატო შემოტრიალდა ასე უცებ ეს მაკრონი და ბევრი შემოტრიალდება თუ შეიტრიალებს. მაგრამ ეს შემოტრიალება მათ უშველი ის? ეხა უყურე, მაგაზე ვლაპარაკობდი ეხა რა. მაკრონმა ეხა გააკეთა ისეთი სულა, რომ თავი გადაირჩინოს. განა საფრანგეთი გადაარჩინოს, არა თავის გადარჩენა უნდა. თორე მერცზე ხელი დაიბანეს რუსებმა, აღარ ელაპარაკებიან და ნუ მაკრონმა ბოლო სასოწარკვეთილი სულა გააკეთა, რომ პუტინის გარეშე არ გადაწყდება ეს საკითხიო რა. იმიტომ რომ ჩვენ ვაფშე ისე გაგვიკეთეს რომ აღარავინ აღარ გველაპარაკებაო. ლაპარაკობენ ამერიკელები, რუსები და უკრაინელები, მარტო უკრაინის საკითხზე კი არა, ზოგადად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ იქ არ ვზივართო. ევროკავშირიო და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენცო დავლაპარაკებოდით. ამაზე პუტინმა თქვა, რომ კაცო თუ უნდა დაველაპარაკებიო და დღეს უკვე მადლობა გადაუხადა, რომ თანახმარო დაელაპარაკოს და უკვე არ უზრუნდნენ, რომ შეხვედრა მოაწყონ. ანუ დაიწყეს ვაზელინის ცირბილი, ხო? ხო, მაგრამ იცი როგორი თემა არის? ძალიან კისრამდე სისხლში არიან. კისრამდე მარტო სისხლში კი არ არიან, აღმოჩნდა რომ მთელი აი ეს დიდი ბანდა არის კორუმპირებული ბანდა, რომელმაც გაძარცვა მარტო ეს ამერიკელი ხალხის ფული კი არ წაიღო, ევროპელი ხალხი, უკრაინელებზე არავინ აღარ ლაპარაკობს ამ უბედურებზე ამაზე რა. არავინ აღარ ლაპარაკობს, რომ ნახულობ ამ კადრებს, არა გული მეწვის, აწყობილი ქარხნები, ქალაქები, ერთი ამ ხელაზე მეტრიანი კედელი არ დატოვეს, სულ გაანადგურეს ყველაფერი. და ხალხზე ლაპარაკი არ არის, ვინ ეხლა რო ყავთ იქ შეფარებული იმათაც ყრიან უკვე, ხო ხედავ? წადი თქვენ ქვეყანაში, ვეღარ ინახავე. ეხლა ამ ზამთარს ევროპა როგორ გადაიტანს, ღმერთმა უწყის. იმიტომ რომ ყველაფერი აუცილებლად გაუძვირდება, იმიტომ რომ რუსებმა თვითონვე დაკეტეს ის გაზის ისა. всё უკვე რა. აი, იცი როგორი თემა არის, რომ აი რაცაც თავში ვილაპარაკეთ, რომ მთელი მსოფლიო რო ყავდათ გაძარცული და ეს ქონება შენახული, აი ამ ომში გაისრულეს ეგ
ყველაფერი. და მაინც ახლა ნახეთ კი გაისროლეს ამ ომში ეს ყველაფერი. ამოვიდა ამდენი მილიარდები და ჩაიდო უკრაინაში ამდენი მილიარდები. აქედან რაღაც 2%-იც არ მოხმარებია იქ ჯარისკაც რომელიც წინა ხაზზე ედგა, ხო? რა თქმა უნდა. დაარჩენი გადანაწილი და კიდევ და კიდევ ვეუბნებით როგორც ზელენსკის გარემოსთვის ჯიბეში, ასევე ევროკავშირის ლიდერებისა და ზელენსკი მარტო ვერ ლიბერასტული, ესე იგი პოლიტიკური ლიდერების ჯიბეებში და ეხლა მაკრონი თუ ახლა იმას ცდილობს, რომ ამ განცხადებებით, ამ რაღაც გარკვეული მიდგომებით ის თავს გამოიძვრევს ამ მდგომარეობიდან, ნუ არ ვიცი, ეს არ არის წინგახედულობა. შესაძლებელი არის თუ არა მაკრონს აყვეს სხვა დანარჩენი პოლიტიკური ლიდერები და ესეთ რიგში დადგნენ ესე ევროლიბერასტები, დადგნენ რიგში რუსეთთან საზღვარზე, ამავდროულად დაუდგნენ ჩვენი ლიბერასტების მათ გვერდით და ესე ვაზელნი სავსეების ჯიბეებით დადგენ რუსეთთან და ელოდონ უკვე როდის ესე იგი მათ გამოუშვება და გამოანათებს ის რაღაც მათთვის სასარგებლო სინათლე, რომ შესაბამისად რუსეთმა მათ მიმართ არანაირი კასიზომები არ მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ რუსები, აი როგორ არის, არც ჩერდებიან და არც აპირებენ გაჩერებას, სანამ რაღაცა შეთანხმებულები არიან ტრამპთან რაღაცა საზღვრებზე და რაზეც პირდაპირ გუშინ განაცხადა კიდევაც იმან რაღაცო ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რომ რუსებსო ის არ უნდათო კაცო იქით ამხარე რაც უნდათ ვიცითო ჩვენო რა იქით ანუ ვიციან მათო აუგე გასაგები არის ამდენი შეხვედრები ხდება რაღაცები და ხო რაც უნდათ იმაზე ამერიკელებს ხელი აქვს ჩარტყმული всё უკვე იმას არაფერი აღარ ეშველება რაც უნდა წავა ეს უკვე ფორმალობა ეს ბოროტი კლოუნიც ფორმალობა სად მიაძაღლებენ ღმერთმა უწყის ისიც ფორმალობა ეს მაკრონის რაღაცა სულები გაიგე თორე თუ მიუშვი აი გუშინ მაგალითად ხო შარშან თუ იყო მოლაპარაკების დროს მაკრონთანაც და მერცთანაც რაღაცა საკითხები ნუ 60-40-ზე სიტყვაზე დღეს არის რუსების მხარე 70 და 30 იმათია ასე რომ ის ყველა შეთანხმებებზე რაც უფრო დააგვიანებენ უფრო და უფრო აი ცოტა კიდე რომ დააგვიანონ ის რუსიც აღარ დაელაპარაკება ამიტომ ცდილობენ რომ სასწრაფოდ ეხა მაკრონი დახოქეს იმიტომ რომ ეს მარტო მაკრონის გადაწყვეტილება არ არის არა რა თქმა უნდა თავის იმას სახში ცოლს ვერ ხვდება იმათ გადაწყვეტილების გარეშე შეთანხმების გარეშე ხო და შესაბამისად ამათ ეკნებათ უკვე ისეთი წამგებიან ვარიანტში ლაპარაკის საშუალება იმიტომ რომ ამერიკელებთან უნდათ დალაგებულიყვნენ ამ თემაზე და ამერიკელები თვითონ ვერ დალაგდნენ ესენი რომ წამოიკიდონ რუსებთან იმიტომ რომ რუსი გამარჯვებულია და რატო დაუწყებს ახლა პირდაპირ აუხსნეს ამერიკელებს რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ესენი აღარ მაინტერესებს არ წამოიკიდა ტრამპმა თავისი პოზიციები გაამყარა რაღაცებზე ხელი ჩაარტყეს და всё თუ გინდა თქვენ თვითონ ელაპარაკეთ ორბანმა აქეთ დაიწყო ამიტომ ჩაერთვნენ ახლა ესენი რომ რიგი დადგება კი არა სერიოზული რიგი დადგება ამათ რა ეშველება ჩვენებს რა ეშველება ესე იგი პლასტიკა კიდე ამოსატრიალებელი აქვს და ეხა რამაინად ამოატრიალებენ მეცმა უწყის ეხა ჯერ უნდა შეხედონ ისინი როგორ ამოატრიალებენ ისინი უეჭველი ამოატრიალებენ რა აი გაზაფხულამდე იქნება აბსოლუტურად სხვა რეალობა რა ჩვენ ადრე ვიძახდით რომ ევროკავშირს დაშლიან 1-2-3 წელიწადში ხო მე მგონი უფრო მალე დაიშლება ეს ევროკავშირი და ახლა უკვე ისეთი დამაჯერებელი შეხვედრა გააკეთა ორბანმა რომ მართლა თქვენთვის არ იყოს ძალიან სწრაფად ორბანმა კი არა კაცო მეორე პარტიები რაც არის ეს ულტრა მემარჯვენე პარტიები საფრანგეთშიც და გერმანიაშიც და ყველგან იმაში ევროპაში პოლონეთმა თქვა და აღარ ნახე კაია კალასმა აღიარა რომ მე ისე იგივე ისე ვიტო ვატყვილებდიო გაიგე და მითო ესე იგივე შემყავდა შეცდომაშიო მე თვითონ ესე იგი ეს თვითონ ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერებიო რომ მე რუსეთთან მიმართებაში უფრო მეტად მინდა დამეძაბა სიტუაციაო წარმოიდგინე ეს ხალი რეებს კადრულობდა და რაებს კაია კალას თვითონ თავის ქვეყანაში აქვს სერიოზული პრობლემა მაგას ყველგან პრობლემაა მაგას თვითონ პრობლემატური ხალი არის თურმე მოუტყვილები არჩევნების დროს და სასამართლო მოსამართლემ
მოსთხოვა პირდაპირ რომ აღიაროს და აღიარა რომ მოვიტყვილეო. ანუ თავის ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი რო გახდა, მაშინ ძირშივე მატყუ არა იყო. რაც ეხლა ამოუგდოდა, ეხლა როგორ ფიქრობ ამ სასამართლოს მოსამართლემ რომ კაია კალას რახან დაუჩაკუჩა რომ ბოდიში უნდა მოუხადო აი ამომრჩეველს და აი პოლიტიკოს ვისაც ტალახი ესროლეო და ამათ მოახტევინა ბოდიში. ისე გადაწყვიტა ვიღაცა მოსამართლე, მეგეც არის დიდი აი ეს სისტემური თემის გაგრძელება, რაც მოყვება ძალიან მალე. ევროკავშირის დაშლაც მოყვება და ნატოსიც, იმიტომ რომ აი ეს ტრამპი იმ თავიდან იძახის პირველად რო იყო რომ ეს რატო უნდა ვიხადო ამათ ყველა ზედმეტი ხარჯები არის ზედმეტი ხარჯები არის და მიხედონო თავის წავსო და ეხლა დღეს უკვე პირდაპირ ეუბნება რომ თქვენ ისქნე მოიფიქროთ მან რაღაცა გააკეთოთ საერთო რამეო რა აღარ მინდაო თქვენთან ურთიერთობა ბატონო რამა ჩვენ დრო ამოიწურა და საკმაოდ საინტერესო ანალიზი გააკეთეთ და მართლაც რომ ახლა მოდი პირდაპირ თქვა კაცო ჩვენ დიდი ხანია ახლა ერთმანეთს ვიცნობთ და ასეთ ტელეგადაცემებში დიდი ხანია მონაწილეობა შეგვიძლია თქვენ ჩვენთან და ამავდროულად სხვა ტელეეთერებშიც გამოსულიყავთ და სადამ დავიწყეთ გადაცემას მაშინაც გითხარით რომ ესე იგი როგორ ამდენი ხნის უკვე ვამბობთ ჩვენ იმას რომ ევროკავშირი აღმოჩნდება სერიოზული პრობლემების წინაშე და შეიძლება კიდევაც დაიწყოს მის დაშლის პროცესი თქვა და ეს იგივე დაშლის პროცესი არის რა განცხადებაც ახლა ორბანმა გააკეთა და რა მდგომარეობა თვითონ ევროკავშირში არის და რა მდგომარეობაში თვითონ ევროკავშირის კომისრები არიან თუნდაც კაია კალასი და სხვა დანარჩენი ევროპა ლიდერები და მე ახლა მე მინდა ჩვენ ტელემაყურებელს ვთქვა რომ ძვირფასო ტელემაყურებელებო წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი წელს უკვე ვამბობთ ჩვენ ამას და როგორ ვაფასებთ მდგომარეობას და დღეს აი ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები ხო არ არსებობს გამორიცხული არის რომ აი სიტყვა სიტყვის მიმეორებ მაშინაც კი როდესაც რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონეცკის ლუგანსკის მიმართულებით და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით მაშინაც კი ვამბობთ რომ გამორიცხულია რომ რუსეთი ომს წააგებს უკრაინაში აქ ხო სლავა ომში უკრაინაში კი მეთამბავ შეიყვენ და მოკლედ ამოაყირავეს რა თბილისი ამოაყირავეს რომ არიქა და ყუნა წავიდოთ და ყველანი უკრაინაში ომში და ჩარტელური რეისებს ხოდეს სახელმწიფოს დაანიშნათ და სანქციები მიიღოთ და რა ვიცი ყველაფერი უბედურებას ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში გამოდით ახლა თქვენ გეუბნებით თქვენ ლიბერასტებო აი ლიბერასტი ლიდერები რო ხართ აქ საქართველოში მე არა მაქვს მე არ მიმართ ამ ევროკავშირის ლიბერასტებს მათ თავისი ის ყავს იქ მათრახისმცემელი ორბანი რომელიც ის საგმარისია მათთვის ხო აი და თქვენ გეუბნებით აქ ახლა გამოდით ახლა და თქვით ერთი გაგვიკეთეთ განმარტება და აი თქვენ პროპაგანდისტებო რომელმა პროპაგანდისტებას შეცდომაში შეიყვნენ ჩვენი საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და ის ბიჭები კიდე რომლებიც უკრაინაში წავიდნენ გაიქცეს საომრად ხო რა ხდება უკრაინაში სწორად შეაფასეთ ახლა და თქვით და აღიარეთ რომ თქვენ ხართ პირწავარდელი ლიბერასტები პროპაგანდისტები მტრები არა თუ მარტო საქართველოსი არამედ უკრაინელი ხალხის იმიტომ რომ თქვენ თავის დროზე რომ მოგეწოდებიათ სწორად და თავის დროზე რომ თქვენ გეთქვათ სიმართლე და როგორც იყო და რაც იყო ხო შეიძლება ამ მდგომარეობაში ხო არ აღმოჩენილიყო არც უკრაინა და არც საქართველო ამიტომ კიდევ ვიმეორებ რომ თქვენი ადგილი პოლიტიკაში არ არის მე მაქვს ხელობაში ის ლიბერასტული ამერიკული და ევროკავშირის აგენტურული ორგანიზაციები საქართველოში რომლებიც დღეს ისევ საკმაოდ კარგად ზრუნავენ თავს თქვენი ადგილი არის ციხეში თქვენ უნდა აგოთ პასუხი ყველა დანაშაულზე რა დანაშაულის მოხდა საქართველოში და რა დანაშაულის ხდება უკრაინაში და თქვენ კი სერზე არის კიდევ ის დაღუპული ბიჭები რომლებიც თქვენ აქედან გაუშვით უკრაინაში და დაიხოცენ იქ თქვენ კი სერზეა ეს არც რუსების ბრალია და არც არავის ბრალი არ არის თქვენი ბრალი არის და თქვენ უნდა მოგეთხოვოთ პასუხი და თქვენთან უნდა მოვიდეთ მათი ოჯახის წევრები და თქვენ უნდა მოგთხოვოთ პასუხები. დიდი მადლობა ბატონო რამაზ ჩვენთან ბრძანებისათვის, დიდი მადლობა ასეთი სწორი ანალიზისათვის და თვითფასო ტელემაყურებელო კარგად დადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად დადებოდეთ.